მარი შენგელია მთელი კვირა კახეთში მოგზაურობს. მან თითქმის ყველაფერი დაათვალიერა მხარეში და რეპორტაჟების სერია მოამზადა. ისტორიული ძეგლები, ღირსშესანიშნაობები, რომელიც აუცილებლად უნდა ნახოთ, ახალი ტურისტული მარშრუტები და ეკოტურები. მოგზაურობის ბოლო დღე მან უმშვენიერეს ქალაქ თელავს დაუთმო. ტურის მეხუთე დღეს ვიწყებთ ყველაზე მნიშვნელოვანი ადგილიდან. ეს არის 900 წლის ჭადარი, საიდანაც ჩვენ თელავის ტურს ვიწყებთ. ჭადრის მიმდებარე ტერიტორიაზე მოსასვენებელი ადგილი ეწყობა. იქ ჩასულ დამსვენებლებს მალე თუშური ლუდხანა უმასპინძლებს. თელავის ცენტრალურ ქუჩებზე კი ბარტონის სასახლის რეაბილიტაცია მიმდინარეობს. სასახლის ტერიტორიაზე შეგროვილი ეს ნივთები მალე სამუზეუმო ნაწილში გადავა. სასახლის რესტავრაციის დამთავრებისთანავე 3 მუზეუმი გაიხსნება. ერთ-ერთი ღვინის მუზეუმი იქნება, სადაც ჩასულ ტურისტებს ქართული ღვინის შესახებ ინფორმაციის მიღება შეეძლებათ. თავად ერეკლეს სამყოფელი კი პირვანდელი სახით იქნება. რესტავრაციის ფარგლებში მიმდინარეობს თავად გალავნის რესტავრაცია, არის გათვალისწინებული ეზოს მოწყობა, გამწვანების ასე ვთქვათ ორგანიზება, მოსასვენებელი ადგილების შექმნა, როგორც ადრე მოგახსენეთ, ასევე აქ იქნება უფასო Wi-Fi. უფასო Wi-Fi სარგებლობა თელაველებსა და იქ ჩასულ სტუმრებს ქალაქის ცენტრალურ ნაწილში ექნებათ. რეაბილიტაცია ჩაუტარდება ქალაქის 9 ქუჩასა და 150-მდე ობიექტს. ჩოლოგაშვილის ქუჩა არის ძველი ისტორიული ნაწილი თელავის. კეთება ყველა ის სახლი, რომელიც ისტორიულად 300 წელი, 200 წელი ასე ის რესტავრირება თელავის მთავარ ნადიგვარის პარკში კი ამფითეატრის, ჩადრენებისა და კაფის მოწყობაა დაგეგმილი. რესტავრირებული თელავის ქუჩები დასრულებულ სახეს სექტემბერში მიიღებს. ამ დროისთვის კახეთში დამსვენებლებს უკვე ექნებათ საშუალება დაათვალიერონ ყველა ის ტურისტული ადგილები, რომლებსაც სხვა ამბები ერთი კვირის განმავლობაში გახსოვდა.